სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, საკმაოდ რთული კვირა იყო, რადგან რთული იმ მხრივ, რომ როგორც თქვენ იცით, რაღაცა დაძაბულია მთელ სოფლიოში სიტუაცია, რიცხვს 21 რიცხვს ელოდებიან და იცით თქვენ, რომ ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი ძალიან ბევრ მაღაზიებში გაჩნდა ესეთი წარწერა, გაიაფებულია ბევრი პროდუქტი და გაიაფებულია 21-მდეო თუ გადავჭითო ესე წარწერები, ოღონდ ხუმრობით კი არა ეს, ესე ძალიან ბევრს ესჯერა და საქართველოში საკმაოდ, ესე იგი ძალიან ბევრი კითხულობს რაშია საქმე 21-ში რა იქნება, რას ფიქრობ და ასე შემდეგ. მე ხშირად მითქვია, რომ სახარები, კვირის სახარება, კვირის სამოციქულო, რომელსაც ვკითხულობ, წმინდანების ცხოვრება, მთელი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით კვირა დღეს რაღაცნაირად ეხმიანება ამ დღეებს. თითქოს ისე მოაწყო, როგორც ეთყობა, ისე მოაწყო უფალმა ქრისტემ თავის ეკლესია, რომ მთელი ციკლი, მთელი წლიური ციკლი ეს ღვთისმსახურების მოწყობილია ისე, რომ კარგად ჩანს, რომ უფალი განაგებს ამ ცხოვრებას, ჩვენ ცხოვრებას, პირადად თითოეულ ჩვენთაგანის, ქვეყნის ცხოვრებას, მთელი კაცობრიობის ცხოვრებას, ისე საოცრად ეხმიანება ეს საკითხავები ძმანო და დანო კვირის მოვლენებს, რომ ეს უთხვარი დასტური ამის და საოცრებაა პირდაპირ. და აი, როცა უამრავი კლიპი ვნახეთ, ალბათ ყველამ ვნახა ეს საშინელი კლიპი, რაც შეიძლება რომ მოხდეს ვითომ, რომ პლანეტა პატარა მცირე დაეჯახოს დედამიწას და რა მოხდება და ასე შემდეგ, სხვადასხვა კლიპები, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მოისმინეთ, ალბათ წაიკითხეთ ბევრი ამის შესახებ, რომ 21 რიცხვში ამა წლის 21 რიცხვში იქნება ზოგი ამბობს ქვეყნის აღსასრული, უფრო მეცნიერები ამბობენ, რომ მოსალოდნელია, რომ რაიმე ესე იგი ქვეყნის აღსასრული არა, მაგრამ რაღაცა მოსალოდნელია ისეთი, ყველაზე მინიმუმი ის, რომ შეიძლება რაღაც 4 დღით, 3 დღით მზე დაბნელდეს, ეს ყველაზე მინიმუმი, ყველაზე ცუდი ის, რომ შეიძლება მთლიანად შეიცვალოს კლიმატი, თითქმის ნახევარი შეიძლება გაწყდეს, მეცნიერები ამას პირდაპირ ამბობენ და ასე შემდეგ. თუმცა მოკლედ, აი ესეთი ამბები იყო, ასეთი ინფორმაციები იყო, ხალხიც გვირეკავდა, გვეკითხებოდა თუ რა მოხდება 21-ში და აგერ გადავშალე. დღეს არის ხსენება სოფონია წინასწარ მეტყველისა, ძველი აღთქმის, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნეში ცხოვრობდა და წავიკითხე, ეს მცირე წიგნია, მცირე წინასწარ მეტყველია, მცირე წიგნია, სულ ერთი ფურცელი გააჩნია შრიფტი, როგორ იქნება, სულ 3 თავია, მე ამოვწერე სოფონიას წინასწარ მეტყველება, 3-ვე თავიდან მცირედი ფრაგმენტები და წაგიკითხავ და აი ნახავთ როგორ ეხმიანება ეს ამ ამბებს ძმანო და დანო. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვთქვათ, რომ 21-ში არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მაიას ტომს და სატანისტების, ძველი სატანისტების რაღაცა ათულებს და იმას რა თქმა უნდა უარყოფთ, მაგრამ ერთი საინტერესო რამე ხდება მაინც. წინაკვირასაც თქვი მე. ერთი მეტად საინტერესო რა. ქრისტიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს? ჩვენ მართალია უკვე ამ ძველ ქრისტიანებს, მოციქულთა და შემდგომ დროინდელ ქრისტიანებს და საერთოდ ძველ ქრისტიანებს ჩვენი მათი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრება შედარება არ შეიძლება. ჩვენ ისე დავშორდით მათ, რომ საერთოდ ალბათ მათ ცხოვრებას რო შევხედოთ და მე ჩვენს საერთოდ ალბათ უნდა ვთქვათ, რომ
იქ ქვია ქრისტიანები, მაგრამ მარტო ქვია ჩვენ და ჩვენ ნამდვილად არა ვართ ღირსიც კი რომ ესეთი სახელი გვერქვას, იმდენად არასწორად ცხოვრობთ, იმდენად ცოდვიანად ცხოვრობთ, იმდენად გულგრილი ვართ ქრისტეს ხსნებებისადმი და შინამდვილეში ქრისტიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს? ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს, ყოველი დღე უნდა იყოს მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის. ყოველი დღე უნდა იყოს წმინდა და რაიმე გონებაშიც კი ეხლა კაცნი ვართ და ეშმაკი გვებძვის და რა არ შემოდის ამ გონებაში, მაგრამ ძალიან ჩვენი გონები სადარაჯოზე უნდა ვიყოთ, ვებრძოლოთ, ამისთვის ეს წვნილები, ამისთვისა ვითხრა პავლე მოციქულმა მარაჯამ ლოცულობდეს, ამისთვის მოგვეცა ეს ხსნებები, რომ ვებრძოლოთ ჩვენ ნებებს, ვებრძოლოთ ჩვენს, ესე იგი, ბილწ ცუდ შემოსულ აზრებს და ნამდვილი ქრისტიანი ესეა, რომ უნდა ელოდოს, ყოველ დღე უნდა ელოდოს იმას, რასაც დღეს ზოგიერთი ელოდება 21-ში. ყოველ დღე უნდა ელოდოს. ეს არის ნამდვილი ქრისტიანის სახე, რომელიც ესე ცხოვრობს. მხოლოდ ღვთის შიშს შეუძლია ძმანო და დანო განაგდოს ჩვენგან ცოდვა და განაგდოს ჩვენგან ბოროტი აზრი. თუ ღვთის შიში არ იქნება, მაშინ ადამიანი უბრალოდ გამორიცხულია ადამიანმა იცხოვროს ქრისტიანულად ძმანო და დანო. მაგრამ ერთ პარადოქსად ესეთ პარადოქსი იყო ამ კვირას, რომ გამოდის, რომ როცა საუბრობდით მართლმადიდებლებთან, მართლმადიდებლები, ამბობდნენ ეხლა ცოტა ისე მოგვიწია, სასაცილოა, რესტორანში მოგვიწია რაღაცნაირად სუფრაზე უпроსტად მოგვიწია ყოფნა და რო ჩამოვარდა ეს ამაზე ლაპარაკი ამ საკითხზე, იქ როგორც ვნახეთ ამ საუბრის დროს, მთელი წარმართული სამყარო შეძრულია. ესე იგი წარმართული სამყარო წუხს, წარმართული სამყარო ემზადება, როგორ რანაირად არ ვიცი, მაგრამ და იქ ჩვენ ვთქვით, რომ კაცო არაფერი არ მოხდება და შეგვიძლია ახლა ახალი წლები მოდის და ჩამოცვათ და ვიხარებდეთო და გამოდის, რომ წარმართული სამყარო ემზადება, მართლმადიდებელი სამყარო გახარებულია იმ გაგებით ხორციელი სიხარული და ეს არ შეიძლება. ჩვენ უნდა ყოველთვის ვიყოთ მზად ძმანო და დანო. და აი უფალმა დაუშვა ეს, მე ესე მგონია. მე ესე მგონია, რომ დაუშვა ეს ამბავი, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, მართლმადიდებლები, წარმართული სამყარო დაფიქრდეს შეინანოს და დაუბრუნდეს ღმერთს, დაუბრუნდეს ქრისტეს ძმანო და დანო. განშორებული სამყარო და ის მართლმადიდებლები, რომლებიც ჩვენ ყველა, რომლებიც მხიარულად ვატარებთ დროს და გონია, რომ ესე შევაყვთ ის სასუფეველში. ესე არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის აღვნიშნავ, ცნებების ფარგლებში, ჭყალებში მხიარულობა, თუ რა ვიცი, როგორც ვთქვათ, ამქვეყნიური ყველაფერი დაშვებულია ცნებების ფარგლებში და უფალი იმდენს გვაძლევს ამ სიხარულს. ეს იცით თქვენ რა არის ეს სიხარული? ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის ოჯახის შექმნა, ეს არის ბავშვები, ეს არის სიყვარული მეგობრებისადმი, შეხვედრა მეგობრებისადმი, ეს არის ბუნებაში გასვლა, ეს არის ყველაფერი, რაც ეს სამყარო, რასაც ხედავთ, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მიწა, ყვავილები, ყველაფერი ჩვენთვის არის შექმნილი ძმანო და დანო. ცნებების ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ მე ვამბობ, მხიარულება აი ესეთი, რომ გადაეშვა ცოდვის მორევში და დაათვრე და ცოდვაში იყო, აი ეს არის აკრძალული და ეს მიუღებელი. და მოკლედ გადავშალე სოფონია წინასწარმეტყველის წიგნი და ვკითხულობ. უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას ქუშის ძეს, გედელიას ძისა, ამარიას ძისა, ეზეკიას ძისა, იუდიას მეფის, იოშია ამონის ძის დროს. იწყება ასე. აქ აღსანიშნავია უფლის სიტყვა, ესე იწყება. უფლის სიტყვა ნიშნავს, რომ აი ახლა ეს არის უფლის სიტყვა, რასაც მე გეტყვითო. და ამას წყალი არ გაუვა, ეს უტყუარად ახდება, აუცილებლად მოხდება. ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ფრინველს და ზღვის თევზებს,
მოვყვეთ კაცთა მოდგმას მიწისპირიდან ამბობს უფალ ამ ყველაფრის მერე ამის წაკითხვა როგორი იქნება მაგრამ აქ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ეს არ არის ლაპარაკი 21-ს აქ ბევრი წინასწარმეტყველება აქ არის ადგილობრივი წინასწარმეტყველებები რომელიც დაემართა ისრაელს თავის ცოდვების გამო იცით თქვენის მოვლენები და იერუსალიმს ალყარო დაარტყა რომაელებმა და თითქმის აღიგავენ პირის და ვინც გადარჩა სულ თავის სამშობლოდან გააძევეს იმ ცოდვის გამო ყველამ კარგად ვიცით რა ცოდვის გამო ძმანოდა და ასევე ეს მრავალი ადგილობრივი რაც კი მომხდარა იქ თუ გინდ საქართველოში ბევრი შემოსევა იქ თემურლენგის იყო ჯალალედინისთვის რა ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში რა ბრძოლები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ცოდვების გამო რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაშინ ზოგი ამბობს რატო იყო ეს გაუგებარია მაშინ რატო ჩვენი ცოდვების გამო რამდენი მართლაც აღიგავა კაცი რამდენი სხვა ქვეყანაში ადგილობრივი წინასწარმეტყველებებაცა და ბოლო ჟამის წინასწარმეტყველებაც არის ოღონ აქ იგულისხმება ცოდვილნი ვაგრძელებ მათ ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს და აღარ კითხულობდნენ უფალს აი ვინ დაიჯება დადუნდი ღვთის წინაშე რადგან ახლოსაა უფლის დღე მაშინ იქნება ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს ჟავს დავდებ გაფუებულ გულში რო ამბობენ არც კარგს აკეთებს უფალი არც ცუდსო აი ძმანო და დანო რა საშინელებაა ცუდი აზროვნება რა საშინელებაა არაქრისტიანული აზროვნება უფალი ნახეთ ჩვენ ხშირად ამ დონეზეც კი არა ვარ ესე იგი როგორებს ჯის რომლებიც ასეთ აზროვნებენო რომ ამბობენო უფალი არც კაცს აკეთებს კარგსო არც ცუდსო და ხშირად რა საშინელი გმობა ამოდის ადამიანს ამ დონეზეც კი არ არის ხშირად ამბობს რომ უფალი საერთოდ არ არსებობს ხშირად ამბობს რომ უფალი ბოროტია რას აკეთებს რატო ასე აკეთებს და ასე შემდეგ განიავდება მათი ქონება გაუკაცრიელდება მათი სახლები ღვინოს ვეღარ დალევენ მოვა უფლის დღე და მწარედ იყვირებს მაგარი ვაშკაციც რისხვის დღე გრევისა და მოხრების დღე ბუკისა და ყიჟინის დღე მაღალ კოშკთა წინააღმდეგ აქ როგორც თქვი ეს სხვადასხვა წინასწარმეტყველება მაგრამ ეხა ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ განმარტავთ მაგრამ რაღაცნაირად გენიშნება მაღალი კოშკები ლაპარაკია სათამბჯენებზეც კი ძმანო და დანო აშკარად ხალხს შევაჭირებ დაბრმებივით ივლიან რადგან შესწოდეს უფალს გონსმოდი უსირცხვილო ხალხო ვიდრე მოაწევდეს განგება ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის დღე ეძიეთ უფალი ვინც მისდევს უფლის რჯულს ეძიეთ სიმართლე ვინც ლო გადაურჩეთ უფლის რისხვის დღეს და მესამე თავში საოცრებაა ძმანო და დანო ხშირად არის ეს წმინდა წერილში არა მარტო წინასწარმეტყველთა წიგნებში ასევე არის აპოკალიფსში ასევე არის სხვა წიგნებში როდესაც აშკარად ხედავთ ჩვენ დღევანდელ მოვლენებს ძმანო და დანო ეს ეხა რასაც წავიკითხავ არის ასევე მრავალი წინასწარმეტყველება უპირველეს ყოვლისა წინასწარმეტყველება ბოლო ჟამს მაგრამ ეს არის მრავალ დროის წინასწარმეტყველება იმ განვლილი დროისა და აი დღევანდელი დღე აი პირდაპირ ისეთი რამ წერია გეგონებათ რომ ვისმენთ ინფორმაციას ტელევიზიიდან საინფორმაციო გადაცემას ვაი გაჯიუტებულ ქალაქს წაბილ წულს არაფერს ისმენს არ შეიგონებს უფალს არ ესავს მისი მთავრებში მინისტრები იგულისხმება მისი მთავრები ბრდღვინავი ლომებია აქ იგულისხმება ამპარტავანი ადამიანი ესე იგი რომ საქუდად არ მიაჩინა და დედამიწა ქალამდან უფალს არ ესავს მისი მთავრები ბრდღვინავი ლომებია მისი მსაჯულები საღამოს მგლები ანუ სასამართლო უსამართლო დილისთვის ძვალსაც რომ არ დატოვებენ ეს ნიშნავს რომ უცებ
რაღაც უჟულოდ გამოიტანებს ჯავს. ქარაფშუთა ხალხია მისი წინასწარმეტყველი, გამყიდველი, მისი მღვდლების სამწმინდარს დილწავენ, ჯულს არ ღვევენ. აქ წინასწარმეტყველობაში იგულისხმება, რომ ესეთი ხალხი, რომლებიც გაამპარტავნდება, თავრობა როცა გაამპარტავნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის წინასწარმეტყველებს მის მუდმივობას, რომ მუდმივად ასე იქნება. აქ პირდაპირ არ შეიძლება არ დავინახოთ, თქვათ, ფაშისტური გერმანია, რომელი ვეღარაფერს ვეღარ ხედავდნენ ფაშისტები ძმანოდან და ხედავდნენ ერთს. ეგონათ რომ მარადიულად იქნებოდნენ. მეც ვერაფერს და რა უცებ მოხდა მათი ძმანოდანო დამარცხება. სამართლიანია მის წიაღში უფალი, დილობით გააცხადებს თავის სამართალს. ეს ნიშნავს, რომ ესეთი ამპარტავნების გამო ეს მარტო ჩვენზე კი არ არის კაცო, ყველა ქვეყნის მთავრობაზე, ყველა ქვეყნის ცხოვრებაზე და თუ აი ესე იქნებიან და იქნება ესეთი ამპარტავნება ერში, მთავრობაში, უფალი უცებ, ეს ნიშნავს დილდილობ, უცებ რო ვერ გაიგებ, ისე მოხდება დამარცხება ამ ბოროტების მანუდა და აი პირდაპირ გეგონება რომ ჩვენი დღევანდელი უშინდელი იმის წინადელი, რასაც ჩვენ ვესწრებით ამ პოლიტიკურ ამბებს ყველაფრის აი პირდაპირ ესეთი ბიბლიური მონათხრობია. სამართლიანია მის წიაღში უფალი, დილდილობით გააცხადებს თავის სამართალს, მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვი. უკუღმართმა არ იცის სირცხვი. და ბოლოს დასრულება ამ დიდებული წინასწარმეტყველების. დაავტოვებ შენ წიაღში თვინიერს, თავდაბალ ხალხს შეურდებიან უფლის სახელს. იხაროდენ სიონო, იხარე ისრაელო, იმხიარულე მთელი გულით იერუსალიმის ასულო, უფალი შენი ღმერთი შენს წიაღშია. ნუ ეს წინასწარმეტყველება სოფონიასი განკაცების უფლის მოსვლის, რაც ვიცი ჩვენ ისტორიიდან, ჩვენი უფალი იესო ქრისტე განკაცდა და შენს წიაღშია. აი პირდაპირ გმირი, რომელიც გიხსნის, სიხარულით გაიხარებ, განაახლებს თავის და განაახლებს თავის სიყვარულში. ესე კეთილად და ლამაზად თავდება სოფონიას წინასწარმეტყველება და იმედია რომ პასუხი ესეთია 21-შიც ყველაფერი კეთილად დამთავრდება. მაგრამ ძმანოდა და რომ კიდევ ამბობ აი ამ ამბებს ესე იგი მეცნიერებიც ამბობენ რომ აი შეიძლება რაღაცა ესეთი სერიოზული მოხდეს, ზოგი შეწუხდა, ზოგი სასოწარკვეთილებაშია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ კარგი დავალებოთ ამ 21-ს, ამ რიცხვებს თავი და ამ ამბებს. მაგრამ ის ხო ვიცით, რომ თითოეული ჩვენთაგანი გავა ამ ქვეყნით. ისეც ხო ვიცით, რომ არავინ არ დაზღვეული, რომ ეს თქვათ ახალგაზრდებს რომ იმედი აქვს 100 წლის მერე, ან თუ გინდა 50 წლის იგივე რაღაც იქით. ეს ხო შეიძლება ყოველ დღე მოხდეს, ძმანო და ყოველდღე, ეს ხო რეალობა. ამიტომ, კაი, დავანებოთ იმ 21-ს. ეს ხო შეიძლება მართლა მოხდეს და ჩვენი თითოეული სიკვდილი გასვლა ამ ქვეყნიდან ხო აპოკალიფსია რაღაცნაირად თითოეული ჩვენი ცხოვრების არა ამ ქვეყნიურის ხო ამიტომ ეს ხო ყველას მოგვერის ამიტომ დაწყნარება რომ ეს დღეები გადაივლის და მერე მოვიდა ახალი წელიც მოვა და აბა ეხლა შეუბერო და დრო ვატარო ეს არის მიუთითებს ჩვენს არასერიოზულობაზე ძმანო და დანო ძალიან კაი ესეთი ამბავი რო ხდება ანუ რა ამბავი რომ ასე შეშინდა ყველა ძალიან კაია აი გამოვიყენოთ ეხლა ჩვენ ეს და ხო ხედავთ მეცნიერები რას ამბობენ რომ შეიძლება დედაიწა საერთოდ გადაიბუდოს ხო და მოდი გამოვიყენოთ და ვისაც რა აი ესეთი დიდი ნაკლი გვაქვს ვინც ცოლს ღალატობს და საყვარელი ყავს აჰა ნახეთ შეიძლება რა მოხდეს დადგეს და თქვას და თავის გულში და დაანებოს ამ საშინელ ცოდვას თავი გამოვიყენოთ ჯერტი ხო მე აი ვინც ნარკომანია ვინც მოკლედ ძიმე ცოდვე ვინც რაღაც ჩვენ პირადი ცოდვები გაქვს მოდით გამოვიყენოთ ეს ამბავი და აი კიდევ ერთხელ კარგად ვეცადოთ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება და თუ ჩვენი უძლურებით ვერ შევძლებთ დიდ სინანულისკენ მივმართოთ ჩვენი ცხოვრება ბოლოს და ბოლოს იმიტომ რომ ოხედავთ რა დაჩქარებულია ძმანო და დანო აშკარად ცხოვრება მთელი კაცობრიობის აშკარად
დაჩქარებულია. თან რა ხდება, რა მოვლენები ხდება, ვერავინ ვერ გაითვლის. იმას დავანებოთ, კაი 21-22 გადაივლის, მერე რა მოხდება. ძალიან დაძაბული სიტუაცია. მაგალითად, მე ვიცი ნამდვილად, ესე იგი, ნუ პრესიდან ვიცი, წამიკითხია, ეს უტყუარია როგორც ეთყობა, რომ აშენდა დიდი ბუნკერი 120 მეტრის სიღრმის. აშენეს უმდიდრესმა ხალხმა დაიხარჯა რამოდენიმე მილიარდი. და ჩატანილი იქნა ყველა ყვავილების და მცენარეების თესლები. აი ახლა გეკითხები, რატო გადაიყარა ეს მილიარდები? დიდრებმა კიდევ იციან ის, რაც არ იციან ღარიბები. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ მოსალოდნელია. თუ ესეთი რამ არა, ალბათ რაღაც საშინელი ომი და ის ბუნკერი მე არ ვიცი, ალბათ უპირველეს ყოვლისა თავისთვის ააშენეს. ეს რაც ვიცით, რაც არ ვიცით, რამდენი რამე აშენებული ესეთი ბუნკერი. ესე იგი, აშკარა, ან რა გვინდა ეს ბუნკერის დასკური? ჩვენ ხო ხედავთ რა დაძაბული მდგომარეობა, რა დროს რა იფეთქებს სამ და როდის დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, არავინ არ იცის. და მესამე მსოფლიო ომი რა კატასტროფა იქნება, ესეც ხო ვიცით ზმანოდადან. ამიტომ ზოგი ფიქრობს, აი ავსტრალიაში წავალ, ზოგი ფიქრობს სადღაც კუნძულზე წავალ. არა, ეგრე არ მოხდება ზმანოდადან. ამას თისლისხვას სადავემალებით. ერთი უნდა გავაკეთოთ მარტო, აი როგორც სოფონიას წინასწარმეტყველებაში, ერთი ღმერთს უნდა შეურდეთ. ღმერთს, ნახეთ სახარებაში უფალი გვეუბნება, ნუ გეშინია ცირესა სამწყსოს. ეს განსაკუთრებით ბოლო დროის ქრისტიანებზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ დასაწყისში სამწყსო დიდი იყო, გაცილებით დიდი, უფრო მეტი ვიდრე კაცობრიობის სხვა ნაწილი. ეხლა ჩვენი ცოდვების გამო ნამდვილი ქრისტიანები მცირეა. და აი უფალი ეუბნება ბოლო ჟამის ქრისტიანებს პირდაპირ სახარებაში, გვესაუბრება უფალი, ნუ გეშინია მაგ მცირესა სამწყსოს. და ამბობს უფალი, ჩამოთვლილი აქ, იქნება ომები, იქნება მიწისძვრები, მიწისძვრებში მარტო მიწისძვრები არ იგულისხმება სხვა კატაკლიზმები, 1000 გვარი, ქარიშხლები, იქ წყალდიდობები, ყველაფერი იქნება, გახშირდება უფალი ამბობს. და ყველაფერმა ამან არ დაგაბყოლოთო, თუმცა იქვე ამბობს, ბევრი დაბყოლდება, ნუ დაბყოლდებით უფალი ამბობს, ეს ჩვენი ცოდვების გამო ხდება ზმანოდადან. ნუ დაბყოლდეთ, გწმენი ღვთისა და გწმენი ჩემ დამოვართ. აი ერთადერთი ქრისტეს წმენა, ქრისტეს შეუდომა, აი ეს გადაგვარჩენს ზმანოდადან. თორე კი ბატონო, არც შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ვერ მოვესწრო და არც იყოს, არც ეს კატაკლიზმი შეიძლება შეგვეხოს, მაგრამ პირადად ჩვენი გასვლა ამ ქვეყნიდან ხო არის ჩვენთვის ასე ვთქვათ, ჭყალებში კატასტროფა ამ ქვეყნიური, ანუ დამთავრება ამ ქვეყნიური ცხოვრება. ეს მაინც ხო გარდუალია, ხო ვიცი. ასე რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. და აი უფალი რო ამბობს, შეინანეთ მოახლოებული არ სასუქებელი ცათა, ყოველთვის დიდი ნიშნულობის იყო ეს სიტყვები, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით გახდა ნიშნულობის ზმანოდადან. იმიტომ რომ ძველი ცხოვრება, სხვანაირი ცხოვრებაა. დაწყნარებული შედარებით, სხვანაირი ეხლა ისეთ დაჩქარებულია, იმდენი საცდურია, იმდენად, ესე იგი, მორევის, ცოდვის მორევში ისე ადვილად ვარდება ადამიანი, რომ ეხლა ძალიან საშია და ყველაზე მნიშვნელოვანია აი ეს სიტყვები და გავიხსენოთ ზმანოდადანო, რომ გადავრჩენ. და ბოლოს ერთი მინდა და დავასრულო, რომ ჩვენ აი ხო ვინახია მრისხანება, თქვა ბავშვობის დროს გვახსოვს მამას რო ვაბრაზებდით, თქვა და მამა როგორ ვიბრაზდებოდა, ან დედა როგორ ვიბრაზდებოდა, გამოგვეკიდებოდა, გვეშინოდა, თქვა გვცემდა, ან კუთხეში დაგვაყენებდა, ან რაღაცნაირად დაგვჯიდა, ხო? და ქონდა მშობლის რიდი, შიში. ან შეიძლება მეორე მაგალითიც ავიღოთ, შიში, თქვა დიქტატორის, თქვა ძველი დროები რო გავიხსენოთ, როგორ დამონებული ყავდა დიქტატორებს ხალხი და აი ესე შემდეგ. აი თუ ადამიანის მრისხანება ზმანოდა, ადამიანის მრისხანება, აი ესეთია, ხო, ადამიანი თვერის. ხო, აი თქვა, ან ნებისმიერი კაცი რო გამრისხდება ძალიან ამტვრევ სახში ყველაფერს. ხო, დაიძაბება ოჯახის წევრები. ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ ამ სამყაროს შემქმნელი
და მამები ჩვენი ენით ამბობენ, ეს ამას კი არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ენაზე გვეუბნებიან. აი ეს ტრილიონობით თუ რა ვიცი მე ხა ასტრონომიული ენით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ხო ხდებით ძალიან დიდი რიცხვი ამ ვარსკვლავების. აი ეს galaktikები საოცრად უსასრულო გეგონება ესეთი ამდენი galaktika, ამდენი ვარსკვლავე და აი ეს ყველაფერი რასაც ხედავ არის უფლის 60 ამბობენ მამები. ანუ ეს არის 60. აი თვითონ რა იქნება უფალი გესმით ძმაო და თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნება მისი გარისხი. და ჩვენ ესეც ჩვენებურ ენაზე არის ნათქვამი რომ უფალი რომ მიხვდეთ სხვანაირად ვერ გავიდით. თორე ესე კი არ ხდება ესე როგორც მამა განრისხდება და მაგრამ აი ასე უნდა წარმოვიდგინოთ რა იქნება უფლის განრისხება ძმანო და ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ უფალი არ განვარისხოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვეცადოთ ეს და თუ უფალი განრისხდება მე დიდი სინანული საერთოდ დიდი სინანულით უნდა ვიცხოვრო დაიცე როცა ასია საქმე უგერო აშკარად ხედავთ რომ ისჯება კაცობრიობა აშკარად ხედავთ რომ რა ხდება უფალი განრისხებულია დიდი სინანული და ჩვენ კიდე პირიქით ვაკეთებთ რომ საშიშროებაა დიდი სინანულში უნდა ვიყოთ ამის საწინააღმდეგო დიდ განლაღებაში ვცხოვრობ ძმანო და დიდ დროსტარებაში ვცხოვრობ ძმანო და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს აი ამით მივიზიდავთ უფლის მადლს რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვამბობდეთ ჩვენ ღირსი ვართ მართლა რომ მოხდეს ის 21-დან ნამდვილად ღირსია კაცობრიობა ამის მაგრამ რატო არის საჭირო რომ ესე ვთქვათ იმიტომ რომ ჯერტი სწორად ვაფიქსირებთ ჩვენ მდგომარეობას და ნამდვილად ღირსი ვართ იმიტომ რომ აი ეს არის ერთადერთი გარანტიის უფლის მოზიდვის უფლის მადლის მოზიდვის და უფალი რომ შენთან არის რა კატაკლიზმებიც არ უნდა იყოს უკვე საშიში აღარ ნამდვილად დაწყნარდებით ძმანო და ასე მიზიდა ჯვარცმულმა ავაზაკმა ღმერთი და პირველი შევიდა სასუფეველში როგორ ესე იგი როცა თქვა მე იმ ავაზაკსაც უთხრა ჩვენ ღირსნი ვართ რაც დავიმასახურეთ ჩვენი ცხოვრებით აი ამ ტანჯვა წამების ჯვარზე რო იყვნენ გაკრული და უფალს უთხრა შემიწყალეო და მომიხსენე ღვთის სასუფეველში და აი ეს განწყობა უფლის მადლს პირდაპირ მიიზიდა უფლის მადლს და მერე უკვე აღარაფერი აღარ არის საშიში. აი ამის გარეშე დიდად საშიშია ნამდვილად ძმაო და ყველაფერი. კატაკლიზმები კი არა, ერთი მეზობელმა რომ დააფრთხიკინოს და ის გაიგო იმის გეშინია უკვე ცოდვილ კაცს. არა თუ ასეთ რაღაცებს. ამიტომ აი ესე ჩვენ ეკლესია გვასწავლის როგორ უნდა ვიყოთ უფალთან და მერე საშიში აღარაფერი. გაგლოცოთ, გაკურთხოთ უფალმა და გაგახაროთ და